ერთწლიანი პატიმრობა დასრულებულია ჟურნალისტმა მალხაზ გულაშვილმა საჟელასრულების მე-12 დაწესებულება 2 საათის წინ დატოვა. Საპატიმროსთან ყოფილ პატიმარს ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. გულაშვილი ციხეში გატარებულ დღეებზე და იმ ზეწოლაზე საუბრობს, რაც პატიმრების მიმართ ხორციელდებოდა. ერთწლიანი და სამდღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი მალხაზ გულაშვილი თავისუფალია. Georgian Times-ის დამფუძნებელი ეგრეთ წოდებულმა უდოს კომისიამ სოზარ სუბარის შუამდგომლობით გაათავისუფლა. ვადამდე ადრე გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა დაპატიმრებისა და ბრალის აღიარების მიზეზებზე, ასევე იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რაც მის დაპატიმრებამდე მისი ოჯახის მიმართ ხორციელდებოდა. მე დამიჭირა პირადად მიხეილ სააკაშვილმა იმ წიგნის გადაცემის გამო, რომელიც გადავეცი პრეზიდენტ მედვედევს. და ამის შედეგად ვიხდიდი საჟელს მოგონილი ბრალდებებით. და ეს ბრალდებებიც მე იმიტომ ვაღიარე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემ შვილსაც იჭერდნენ. და ჩემ ბავშვი იარაღით დაადეს და ემუქრებოდნენ მას. შემდგომ იყო ავარია, რომელიც ჩემ შვილს მოუწყეს. იცით რომ გაიტაცეს ჩემი შვილი 4 სპეცნაზელმა, ეხლა შეიძლება თავისუფლად ვილაპარაკო ამ ყველაფერზე. და მას ემუქრებოდნენ ბინძური შეურაცხყოფით. გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა ციხის ადმინისტრაციის შეცვლამდე საპყრობილეში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. პირადად ჩემზე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლა ყოველთვის იყო. როდესაც შენ გვერდზე ადამიანს სემენ, ურტყამენ, ამცირებენ და როდესაც აპირებ რომ ამ მიმართულებით რაღაც ხმა ამოიღო, თვითონ პატიმრები გაჩერებენ, იმიტომ რომ გეუბნებიან რომ თუ ამაზე ხმას ამოიღებ, გაგვანადგურებენ. მალხაზ გულაშვილის მეუღლემ ნანა გაგუამ მადლობა საზოგადოებას საჟელასრულების მინისტრსა და ყოფილ სახალხო დამცველს გადაუხადა. რომ არა სახალხო დამცველი, ჩვენ დღემდე ბრდანის ციხეში ვიქნებოდით. მე მოვითხოვე კანონით, რაც მეკუთვნოდა ღია დაწესებულება და სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა. გიორგი ტოყუშმა და ბატონი სოზარის გუშინწინდელმა კომენტარმა მე უკვე მომცა იმედი. მან გაუკეთა ყველაზე მკაფიო ფორმულირება ჩვენს პატიმრობას. გათავისუფლებულ ჟურნალისტს საპატიმროსთან მეგობრებიც დახვდნენ. გასული 2 კვირის განმავლობაში რამდენიმე ჩემ გარშემო ჩემი მეგობარი ნაცნობი დაბრუნდა და გამთლიანდა ოჯახები. ეხლა ვართ ამის მოწმე. დარწმუნებული ვარ, მომავალი კვირების განმავლობაში სამართლიანობა ბევრისთვის აღწდება. მალხაზ გულაშვილი 2010 წლის 7 ივნის ტელეკომპანია კავკასიის ეთერში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 25 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებამდე 1 წლის განმავლობაში მალხაზ გულაშვილი რუსეთში შვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც გათავისუფლებული ჟურნალისტი აცხადებს, საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება იმ საფრთხის გამო მიიღო, რომელიც მის შვილს ემუქრებოდა.